პუტინი სამშაბათს 2026 წლის 9 ივნისს შევიდა სასტიკი ზეწოლის ფაზაში, რომელსაც მოსკოვი ცდილობს დამალოს, მაგრამ რომელიც თავად რუსეთში ჩანს. უკრაინამ ახლახან მოიპოვა შთამბეჭდავი გამარჯვება, როდესაც რუსეთის შიგნით რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს დაარტყა, მაშინ როცა კრემლი ცდილობს უპასუხოს უკრაინულ ქალაქებზე დრონებისა და რაკეტების მასიური შეტევებით. ეს გამოჩნდა ბელგოროდში აფეთქებებში, ცეცხლში, სანქტში, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში, დრონებში, რომლებიც სამხედრო ლოკომოტივებს უმიზნებენ და ახალ ტექნოლოგიებში, რომლებიც შაჰედის ჩამოგდებას ემსახურება, სანამ ისინი ქალაქებამდე მიაღწევენ. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ძალად კივილის მისაყენებლად და ეს აჩვენა ხარკივსა და შურიზე თავდასხმებით, მაგრამ ახლა განსხვავება ისაა, რომ პუტინი ვეღარ ახერხებს ომის თავის სახლიდან მოშორებით შენარჩუნებას. მოსკოვში პანიკა იზრდება ახალი საჰაერო ტალღით, იმავე დროს, როცა უკრაინა წინ მიიწევს ცის დაცვის საქმეში, ზეწოლას ახდენს რუსეთის ლოგისტიკაზე და პოლიტიკურ გზას იკვალავს ევროკავშირში. ომი, რომელიც პუტინს სურდა გადაექცია გამოფიტვის ომად კიევის წინააღმდეგ, დაბრუნდა როგორც მოთხოვნა რუსეთის ტერიტორიაზე, რასაც პუტინი ცდილობს დამალოს. რატომ კარგავს მოსკოვის სიღრმეს? როგორ შემოატრიალა უკრაინამ თამაში ცაში და ზურგში? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პიზდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ბელგოროდის რეგიონში უკრაინის საზღვართან ახლოს დიდი აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის საწყობში და გამოიწვია მეორადი აფეთქებები, რაც მიუთითებს, რომ იქ სამხედრო მასალა იყო შენახული. როდესაც არსენალი ფეთქდება, საბრძოლო მასალა წინა ხაზზე ვეღარ მიეწოდება. ლოგისტიკა თავიდან უნდა გაკეთდეს და მოსკოვი უფრო მეტს ხარჯავს იმის შესავსებად, რაც დაკარგა. ბელგოროდი გახდა ახალი უკრაინული ზეწოლის სიმბოლო, რადგან ომი გადავიდა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც პირდაპირ ამარაგებენ რუსულ შეტევას. სანქტ-პეტერბურგიც გამოჩნდა ამ სერიის ცენტრში. მოხსენებებმა მიუთითეს აფეთქებასა და ხანძარზე ტერიტორიაზე, რომელიც დაკავშირებულია არსენალის კომპლექსთან, სადაც ეჭვობენ ქიმიური მასალისა და სამრეწველო ობიექტების გამოყენებას, რომლებიც რუსეთის სამხედრო ჯაჭვშია ჩართული. როდესაც ასეთი ტიპის სტრუქტურა იწვის რუსეთის ერთ-ერთ მთავარ ვიტრინასთან ახლოს, ზიანი აზიანებს იმ უსაფრთხოების პროპაგანდას, რომელსაც პუტინი ცდილობს საკუთარ ხალხს მიყიდოს. რუსეთმა უპასუხა იმავე გზით, როგორც მას მასშტაბური შეჭრის დასაწყისიდან აკეთებს, უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით შეტევით. ხარკივი და ჩურუი ღამით დაიბომბა, რასაც მოჰყვა დაღუპულები, დაჭრილები და ზიანი სამოქალაქო ობიექტებზე. ჩურუში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მსხვერპლი დააფიქსირა რაკეტით თავდასხმის შემდეგ. ხარკივში საბრძოლო დრონებმა ქალაქის რამდენიმე ადგილი დააზიანეს. რუსეთის ლოგიკა კლავად ზეწოლას ახდენს, მოსახლეობის მიტოვებას, უკრაინის თავდაცვის დაღლას და ტერორის სამხედრო გამარჯვებად გაკიდვას ცდილობს. მაგრამ ეს მეთოდი პუტინის პრობლემას ვერ აგვარებს. მოსკოვიც ამზადებს საჰაერო თავდასხმების ახალ ტალღებს. კიევში აფრთხილებენ, რომ რუსეთი ცდილობს დააკავშიროს დრონები და რაკეტები, რათა მომდევნო დღეებში უფრო მასშტაბური შეტევა განახორციელოს, იმავე ტაქტიკით, უკრაინის თავდაცვის გადატვირთვით. შაჰედის დრონები დიდი რაოდენობით იგზავნება, რათა უკრაინამ დახარჯოს საბრძოლო მასალა, გადაადგილოს ჯგუფები და გააჩინოს ხვრელები უფრო მძიმე რაკეტებისთვის. სხვაობა ისაა, რომ კიევი სწრაფად ვითარდება, ეს ცვლის ომის ფასს. სწორედ აქ უკრაინა ცვლის თამაშის წესებს ცაში. უკრაინის საჰაერო თავდაცვა აერთიანებს დიდ ბატარეებს, ძველ იარაღებს, რადარებს, მოძრავ ჯგუფებს, დამჭერ დრონებს და მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას. რუსეთი ცდილობს რაოდენობით გაიმარჯვოს, მაგრამ კიევი პასუხობს ადაპტაციით. თუ ეს ტექნოლოგია მასშტაბურად გავრცელდება, რუსული ჯგუფები შეიძლება კვლავ აშინებდნენ, მაგრამ მათ წინაშე აღმოჩნდება უფრო იაფი, მოქნილი და რთულად დასაცლელი თავდაცვა. კრიზისის პოლიტიკურ წონას კიდევ ერთი ფაქტორი დაუმატა. მოსკოვში ავტომობილის აფეთქებამ, რომელშიც რუსული და უკრაინული არხების მიხედვით მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირი მონაწილეობდა. სახელი და გარემოებები ჯერ კიდევ იკვლევა, ამიტომ ამ შემთხვევას სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური გავლენა აშკარაა. როდესაც სამხედრო სტრუქტურის ფიგურები თავს დაუცველად გრძნობენ თავად რუსეთის დედაქალაქში, ომი ფსიქოლოგიურად მოქმედებს ხელმძღვანელობაზე და აზიანებს სამხედრო ელიტის დაცულობის შეგრძნებას. ასევე გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის შესაძლო თავდასხმაზე F-16 ტიპის გამანადგურებლებით ტაგანროგთან ახლოს, როსტოვის რეგიონში მდებარე ავიაბაზაზე. თუ ეს დადასტურდება, ეს მიუთითებს უკრაინული ავიაციის უფრო დიდ სიმამაცეზე და რუსეთის სირთულეზე, დაიცვა სამხრეთის ფრონტზე საჰაერო მხარდაჭერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ობიექტები. რუსული საწვავის წინააღმდეგ ბრძოლაც გაძლიერდა.
ნოვოს-შახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა როსტოვის რეგიონში მაისის ბოლოს ნეპტუნის რაკეტებმა დააზიანეს, ხოლო უკრაინის საზღვაო ძალებმა დაადასტურეს მნიშვნელოვანი დამუშავების ერთეულების დაზიანება. საწვავი ლოგისტიკური სისხლია. ტანკი, სატვირთო გენერატორი, თვითმფრინავი, მატარებელი და კოლონა მასზეა დამოკიდებული. როდესაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობის ბაზები და სათუმბის სადგურები სამიზნეში ხდება, რუსეთი კარგავს სიჩქარეს და ხანგრძლივი ოპერაციების შენარჩუნების უნარს. თავად პრეზიდენტმა დმიტრი პესკოვმა აღიარა მომარაგების გარკვეული პრობლემები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ფონზე. საწვავის დეფიციტი განსაკუთრებით მძაფრად გამოვლინდა ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთის სამხრეთში. პუტინს სურდა ყირიმი მუდმივ ვიტრინად ექცია ანექსიისთვის. უკრაინა ცდილობს ეს ვიტრინა დეგასტეის წერტილად აქციოს. რკინიგზებიც ამავე პაკეტში მოხვდა. უკრაინელმა დრონების ოპერატორებმა დააზიანეს ლოკომოტივი რუსეთის ბრიანსკის რეგიონში, უკრაინის საზღვართან ახლოს, რომელიც სამხედრო ტვირთის გადასაზიდად გამოიყენებოდა. უკრაინული წყაროების ინფორმაციით ეს იყო მესამე ლოკომოტივი, რომელიც 4 დღის განმავლობაში დრონების მიერ დაზიანდა. ეხლა გაჩერებული ლოკომოტივი შეიძლება დააგვიანოს საბრძოლო მასალა, საწვავი, სათადარიგო ნაწილები და გაძლიერება. უკრაინას არ სჭირდება რუსეთის ქალაქის ოკუპაცია, რომ ზიანი მიაყენოს. მას სჭირდება გზის გადაკეტვა, რომელიც რუს ჯარიკაცებამდე მარაგს მიაქვს. კრიზისი ასევე უკრაინის საზღვარს გასცდა. ფრანგული რაფალის გამანადგურებელმა, რომელიც ნატოს მისიაში მონაწილეობდა, ჩამოაგდო დრონი, რომელიც ლატვიის საჰაერო სივრცეში რუსული მიმართულებიდან შევიდა. ლატვიის ხელისუფლებამ ეს შემთხვევა საჰაერო საფრთხედ მიიჩნია. ამ ეპიზოდმა კიდევ უფრარდა სიფრთხილე ომის ალიანსის საზღვარზე გადმოსვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახსნა რუსული ელექტრონული ჩარევის შესახებ დრონების გადახვევას ეხებოდა, შედეგი მაინც იყო გადახვევა და დაძაბულობა. ნატო იძულებული გახდა ემოქმედა წევრი ქვეყნის ცაზე. პოლიტიკურ ასპარეზზე კიევმა წინსვლა მოახერხა. უკრაინამ და უნგრეთმა მიაღწიეს მნიშვნელოვან შეთანხმებას ტრანსკარპატიაში უნგრული უმცირესობის უფლებებზე, რაც გზას უხსნის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ნაწილობრივ გამბლოკვას. უკრაინა აგრძელებს ევროპულ სტრუქტურაში ინტეგრაციისკენ სვლას, მაშინ როცა რუსეთი ომში სანქციებსა და იზოლაციაში იძირება. ზელენსკიმ ასევე გააგრძელა დიპლომატიური შეტევა. ის დაბრუნდა ევროპელი ლიდერებთან მოლაპარაკებიდან. ესაუბრა შეერთებული შტატების წარმომადგენლებს ომის დასრულების მცდელობებზე და შეხვდა მეფე ჩარლზ თამს გაერთიანებულ სამეფოში. შეხვედრა მარტო ვერ ცვლის ბრძოლის ველს, მაგრამ აძლიერებს იმიჯს, რომ კიევი კვლავ იღებს მხარდაჭერას, ყურადღებასა და პოლიტიკურ სივრცეს. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გრევა გამოიწვიოს. ხარკოვსა და ჩურუივზე თავდასხმები აჩვენებს, რომ მოსკოვს კვლავ აქვს შესაძლებლობა გაუშვას დრონები და რაკეტები სამოქალაქო ტერიტორიებზე. და უკრაინა კვლავ საჭიროებს მეტ საჰაერო თავდაცვას, მეტ საბრძოლო მასალას და მეტ მხარდაჭერას. მაგრამ ამ სამშაბათის სურათი მნიშვნელოვან ცვლილებას აჩვენებს. რუსეთი თავს ესხმის, მაგრამ თავადაც იღებს დატმას ზურგშიც. უკრაინა იტანჯება, მაგრამ ზეწოლას ახორციელებს. არსენალები, საწვავი, რკინიგზა, ბაზები და დიპლომატია. პუტინმა ომი დაიწყო კიევის დასამორჩილებლად. ახლა კი ხედავს, რომ კიევი ომს რუსული მანქანის მნიშვნელოვან წერტილებამდე მიაქვს. უკრაინა საფრთხეშია, აძლიერებს თავდასხმებს იმ ობიექტებზე, სადაც მოსკოვს დრონებისა და რაკეტების შესაძლებლობები აქვს შენარჩუნებული. სხვაობა ისაა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ მეტი საჰაერო თავდაცვა, მეტი საბრძოლო მასალა და უფრო მეტადაა კონცენტრირებული იმ სამიზნეებზე, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია მხარდაჭერისთვის. Nos alvos que realmente pesam. მაგრამ საწვავის დიპლომატიის საკითხი 4 შაბათს. უკრაინა ჯერ კიდევ საფრთხის ქვეშაა. არსენალები, ბაზები, დიპლომატია, ეს სიმართლეა ყოველდღე. ახალი ამბების მულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და კომენტარებსაც გადაავლეთ. თვალის საფრთხის შესახებ, ზეწოლა, რკინიგზები, დიპლომატია. Ucrânia. E ao final, dê uma olhada nos comentários para você ficar ainda საჰაერო თავდაცვა, საბრძოლო მასალა და მხარდაჭერა.